Sadada sulisat misata. Fezali Antoine di Senavista Soda. Meotre Savuguneshida, Vivo Beri, Amici Darigi Baby Redeva. Da Magram Ayeris Rafetus, Kargia Abadotes Darigi Basis Peri, Soda Meus Savuguneshida. Ufogasagabia Ayeris Rafetus, Mama Torotes, Darigi Baby. რომელიც ხოდა მეექვსე და არა დაუშვათ 21 საუკუნეში. ვინც სიახლეს ამბობს სულიერებაში, ის იყვება არასწორ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ღმერთი გუშინ დღეს და ხვალ ერთი და იგივეა. და იმას ქვია სულიც მინდა სადაც ქვია წმინდა წერილი, ისგან შედგება სველი ახმარის წინასწარმეტყველების მიერ დაწერილი ახალი აღთქმა მახარებლების მოციქულების მიერ დაწერილი სული წმინდით და სული წმინდა გუშინ დღეს ხვალ და ერთი და იგივეა და ეს 10 ცნება რაც იყო ძველ აღთქმაში ის დარჩა ჩვენ ქრისტიანებს ვისაც ქვია ქრისტიანები მაგრამ რა დაემატა გიყვარდეს მტერი შენი მარტო მოყვარები თუ გიყვარს არ ახარ ქრისტიანი და ამ დროს დავხედავთ ამ ხელას იზრუნილია სხვადასხვა პოლიტიკური მასაზრების გამო და რატომ უცოდინარობა ხშირად ამბობ რომ ზოგში მეზობელი ზუსტ იმიტომ რომ ტერიტორიები დაკარგულია ფიზიკურად შიბლების მიერ ზოგს ევროკავშირი ზუსტ ახსოვსეთ ის განტოლაც ქართულმა ევროკავშირი ზუსტ შედახია იმიტომ იქ რასაც ქვია ევროკავშირი კანონით დაკანონებულია სულ ქვეყანაში კაცკაცი იქოცნება, ხაისკაცი იქოცნება, კავით ბავშვებში უნდა სქეში შესვლა. უნდა იფიქრონ თურმე ბაღიდან და პირველი კლასიდან უნდა იყო ბიჭი თუ გოგო. შეიძლება ვამბობ რომ აი კავით როცა ორკას ბავშვი საყვანა შეუძლია, ამ ხელა საშინელება ბავშვებისთვის, იმ ბავშვების უფლებები ხო იღებოდა და ეს ნაწინასწარმეტყველებია რომ ქრისტეს მოსვლის წინო ეშმაკი მოვა ანგელოზის სახით ასვია. მოდის ლოზუნგებით თავისუფლება და ადამიანთა უფლებების დაცვა. და თავისუფლება ხედავთ რა ხდება მივეჩვიეთ რას, რომ მასმედიაში არის მოციქულობა. რეკლამები, ცოდვების ეს კინო იქნება, თუ თეატრი იქნება ისეთი ხარ. ენით ვერ გამოთქვა არის გერმანიაში შიშვლები თამაშობდნენ და თავების წევრები უყურებდნენ თეატრში. აი სადამდე მიდის ადამიანის თავისუფლება. ახაც ახლა ქართული ადამიანი მიეჩვია სიტყვაობას, იმიტომ რომ ეს რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაშვებულია. და ადამიანი ტყუდება და ზოგი მოწონია სანტეს და მეც მახსოვს კომისიის დროს რო გავიგე რომ სიტყვა ცოტა იყო 6 თვე მომდი რომ ეს დამეძლია ადვილი არა ცოდის დაძლება მაგრამ უიმედობაში არ უნდა ჩავარდეთ თუ ცოდვა გძლევს ხშირად ვამბობ რომ ასარებას ზიარებას ვადარებ და ასე ზოგს ერიდება რომ ერთი და იგივე თქვას ასარებაში ცვენია რომ იმეორებს ცოდვებს მაგრამ ჩვენ დილას აღამას ყოფილს ვიბანდო, ხვალ ისე უნდა დავიბანდოთ. თან დღეში უჯები ბანდოს. ხვალ ისე უნდა დავიბანდოთ. ასევე სულ ჭირდება ხშირი აღსანება თუ ცოდვაში ვარდებით. არ უნდა მოგვერიდოს. როგორც შეად ვადარებ ეს ხელი იწმინდება, წლი და სამი რაც უნდა ზიანი იყო. ასევე სულ იწმინდება გულწრფელი აღსარებით, გულწრფელი ზიარები და ჩვენ მონასტერში კიდე კვირას პირველ თებერვალს არის დასასრული ანტონ მარტონ ყოფილისა და რაც ხედავ რეალობაში აქ ვარ 83 წლიდან ამ მონასტერში იმას ხედავ რომ გასავთხო მამა ანტონის აქ მამა ანტონის საფავია მონასტერში მეწევა ასევე ბევრს უთქვია ეკი მოგონდა თავში სხეულში და როთქვა შეეწია ანტონ მარტონ ყოფილი და მამა ანტონის ნათქვამია რომ შვედზე ყოფნითო ბედის გამობაში სვედზე იყო დაუდებული. უფამეტი გააკეთავა, მეტი მთელი მსოფლიო მეურნეობრივ ხადაგებითო. რატო? იმიტომ რომ მასთან მისვით ხალხი იქონებოდა და სასწავლებლის ხილველი ინათებოდა, ბევრს ვენა ემატებოდა.
ახლა მადლობა ამასოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და მოდიან მამა ანტონისთან და ვისაც სურვილი გაქვთ. შეგიძლიათ მოხვიდეთ 10 საათზე კვირას იქნება წირვა თავარ ტაძარში და ხამისდღეობით კიდე იქნება სვეტზე. ხამის თუმეტის ნახევრიდან და სურვილი შეგიძლიათ მოხვიდეთ. შეგვეციოს ანდონი დიდი ჩვენთან არის ღმერთი.